ბათუმის მერია ქალაქისათვის შემოერთებულ ტერიტორიაზე ტურების ლიკვიდაციას იწყებს. ნადირის მიერ ადამიანის დაკბენის შემთხვევების გახშირების გამო თვითმმართველობამ დასახმარებლად საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიმართა. უწყებებს შორის უკვე გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ქალაქის ტერიტორიის ტურებისაგან დაცვას ითვალისწინებს. პირველ რიგში მონადირეების 5-კაციანი ჯგუფი მუშაობას თამარის დასახლების მახინჯაურისა და განთიადის ტერიტორიაზე დაიწყებს. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლის გიორგი ტუღუშის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გარეული ცხოველების თავდასხმისას მოქალაქეს ცხოველის ლიკვიდაციის უფლება აქვს, თვითმმართველობამ ღონისძიებაში სპეციალისტების ჩართვა მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით მაინც გადაწყვეტა. ნადირის მიერ ადამიანის დაკბენის შემთხვევები კახაბრისა და მწვანე კონცხის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. პრევენციული ღონისძიებების მიზნით საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და ბათუმის მერიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელთაც თვითმმართველობაზე დელეგირებულია გარკვეული რაოდენობის გარეული ცხოველის, კერძო ტურის ბუნებიდან ამოღების უფლება. მიუხედავად იმისა, რომ გარეული ცხოველის თავდასხმისას მოქალაქეს აქვს ცხოველის ლიკვიდაციის უფლება, ბათუმის მერიამ მოქალაქეებზე ზრუნვის მიზნით გადაწყვეტა საქმეში სპეციალისტთა ჯგუფი ჩაერთო. ჯგუფი შეიქმნა ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის ესე იგი ინიციატივით. პირველი ჩვენ გავართ, აი სადაც შემთხვევები იყო დაკმენის, ეს არის ბენზე, ბარცხანა ბენზე, მახინჯაური განთიადის ტერიტორია. და შემდეგ უკვე ხელვაჩაურის, აი მიმდებარე სოფლებში ხელვაჩაურის შარაბიძეები და აი იქეთ გონიოსკენ უფრო ჭოროხის მიმდებარე ტერიტორია.